ძლიერი წვიმის გამო თბილისი ღამით ისევ პარალიზებული იყო. მცირე გზების გარდა დაიტბორა გამზირები, მათ შორის აღმაშენებლის ხეივანი, აეროპორტის გზა და სანაპირო ზოლები. დაგუბებულმა წყალმა, რომელსაც დედაქალაქის სანიახვე და სადრენაჟო სისტემები ვერც ამჯერად გაუმკლავდა, გააჩერა საავტომობილო მოძრაობა. მძღოლებისა და მგზავრების ნაწილს მოქალაქეების ან მაშველების დახმარება დასჭირდა. გაჩერდა მიწის ზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ეს სურათი თბილისში ბოლო რამდენიმე დღეში უკვე მეორედ განმეორდა. ზოგი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა სპეკულაციის მიზეზია, როცა მოკლე დროში მოდის დიდი ნალექი, მსგავსი მხოლოდ თბილისში არ ხდება. ასეთია უკმაყოფილო მოქალაქეებისთვის თბილისის მერის განმარტება. რა ხდებოდა ღამით დედაქალაქის ქუჩებში, რა არის რეალური მიზეზი, რა განმარტებები კეთდება მერიაში. ვითარებას ფორმულა ჟურნალისტი მარიკა ბოლქვაძე არკვევს და ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. Რახკეთი მთელი ღამის განმავლობაში სოციალურ ქსელში მოქალაქეები ვიდეოებს ავრცელებდნენ და ამბობდნენ, რომ ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას, რადგან დედაქალაქის მასშტაბით თითქმის ყველა ქუჩა დატბორილი იყო, შესაბამისად მოქალაქეებისთვის გადაადგილება შეუძლებელი გახდა და ისინი ავტომობილებით ქუჩებში დარჩნენ. მათ შორის გაჩერდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რადგან დიდმა ტრანსპორტმაც კი ვერ მოახერხა გადაადგილება. მთელი ღამის განმავლობაში მოქალაქეები შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებას და დახმარებას მოითხოვდნენ, რადგან ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას და საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებას. მოგვიანებით უკვე კახიკალაძემ სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიიდან ვიდეო გაავრცელა, სადაც საუბრობდა იმაზე, რომ ყველა ტიპის ტექნიკა გამოყვანილია, მუშაობენ სპეციალური უწყებები იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს. დღეს დილით კი მთავრობის ხდომაზე კახიკალაძემ ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და იმ უწყებისთვის დაეკისრებინა, რომელშიც ის მუშაობს, სულ სხვანაირი განცხადება გააკეთა და ჩვეულ რეჟიმში პრობლემა კვლავ წინა ხელისუფლებას დააბრალა, თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს უხარისხოდ კეთდებოდა საგზაო ინფრასტრუქტურა და 10 წლებია უკვე მერია პრობლემების გამოსწორებას და სანიაღვრა სისტემების გამართვას ცდილობს, თუმცა რეალობა სხვანაირია. მთელი ღამის განმავლობაში დატბორილი იყო ქუჩები და ნაცვლად იმისა, რომ სანიაღვრა სისტემებს გზის ზედაპირზე დაგროვებული წყალი გაეტანათ, სანიაღვრა სისტემებიდან ზედაპირზე წყალი ამოდიოდა, თუმცა კახიკალაძე, როგორც ჩანს, პასუხისმგებლობის აღებას ამჯერადაც არ აპირებს. Telefon çağırdı. Maşinelis საქსობიც კი წარმოიქმნა აღმაშენებლის ხეივანზე. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ჩვენ ახლა ამ წუთში ვიმყოფებით სანაპიროზე, სადაც შეიქმნა გარკვეული პრობლემა, შეტყორვა არის, თუმცა წყალმა უკვე დაიწყო გადინება. როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე, მხოლოდ თბილისში არ ხდება. ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც, ეკონომიკურად უფრო ძლიერ დედაქალაქებშიც. სამწუხაროდ ზოგი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის კამათი, ჩვენი ამოცანა პრობლემების დროულად მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის. ჩვენ ამ წუთებში ვარაზის ხევზე ვიმყოფებით თბილისში და შეგვიძლია კადრში გიჩვენოთ წუხანდელი წვიმის შედეგები. ხედავთ, რომ აქ არსებული ფილები ძლიერი წვიმის შედეგად და იმის შედეგად, რომ ამ ძლიერმა წვიმამ ქვაღორღი ჩამოიტანა, აყრილია. მიმდინარეობს ამ წუთებში ამ ფილების ხელახლა დაგება და ამ მდგომარეობის გამოსწორება, ასევე სანიაღვრა სისტემის გაწმენდა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით და ზოგადად მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც უხელ გვიან ღამით ვიხილეთ თბილისში, კითხვები დავუსვით ოპოზიციასაც. ისინი ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ კალაძე ნაცვლად იმისა, რომ მოაგვაროს ახლა დედაქალაქში არსებული პრობლემები, დაკავებულია კორუფციული სქემებით და გარიგებებით, რასაც შემდგომში შედეგად ეს მოაქვს, რომ დედაქალაქში წვიმა სტიქიურ მოვლენად, დიდ სტიქიურ მოვლენად იქცევა.
ეს არ ყოფილა რაღაცა სტიქიური მოვლენები ამ ბოლო რამოდენიმე დღეში, ეს იყო ჩვეულებრივად უხვი ნალექი და ეს არის ის ნალექის ის რაოდენობა, რომელიც სანიაღვრეს სისტემას უნდა გაეტარებინა და სანიაღვრეს სისტემას უნდა ემუშავა. ტყვილი არის, რასაც კახაკალაძე საუბრობს, თითქოს რაღაცეები წესრიგში არის, საბოლოოდ მას მოუწია აღიარება, რომ სისტემა ვერ მუშაობს, სისტემას პრობლემები აქვს, მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენ ვერ ვხედავთ გადადგმულ ნაბიჯებს. სტიქია, წვიმა და უხვი ნალექი კი არ ტბორავს თბილისის ქუჩებს, არამედ ქართული ოცნების 14-წლიანი კორუფციული მმართველობა, ვინაიდან კორუფცია არ არის მხოლოდ ფულის მოპარვა, კორუფცია არის უხარისხოდ შესრულებული სამუშაო, დაგებული გზა, რეაბილიტირებული ქუჩა და სანიაღვრეს სისტემა, რომელიც ვერ ატარებს ელემენტარულ წვიმას და ქუჩები ფაქტობრივად მდინარეებად იქცა. ამაზე პასუხისმგებელია კახიკალაძე, რომელიც 9 წელია თბილისის მერია. დაზიანდა ავტომანქანები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა გზის საფარი და ეს ყველაფერი არის იმის დამსახურება, რომ არასოდეს კახაკალაძე საკუთარ პასუხისმგებლობას არ გრძნობს ყველა იმ პრობლემის წინაშე, რომელიც თბილისს აქვს და ის დამოკიდებულება, რომ ეს ყველგან ხდება და Google-ში მოგვაძებნინებს და გვანახებს, ბუნებრივია, რომ ასე ამ პრობლემას ვერ ეშველება. რა პასუხს ვიგებთ პასუხისმგებელი პირებისგან ამ ყველაფერს და გვაქვს მხოლოდ კახიკალაძის უხმო ლაივ ჩართვები, რომლებსაც ტაშს უკრავს და იწონებს პარტაქტივი და ტროლბოტები და რა თქმა უნდა ოცნების მხრიდან იმის ძახილი, რომ ტრაგედიები ყველგან ყველა ქვეყანაში არსებობს, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. დედაქალაქი წვიმას ამჯერადაც მოუმზადებელი შეხვდა, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, უკვე მეორე შემთხვევაა, რაც წვიმა დიდ სტიქიურ მოვლენად იქცა, მოქალაქეები ქუჩაში ვერ გადაადგილდებიან, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ახლა დედაქალაქის მერმა პასუხისმგებლობა აიღოს და გასცეს კითხვებზე პასუხი წლების განმავლობაში დახარჯული ფული სად მიდის და რატომ ვერ მოხერხდა პრობლემის მოგვარება დედაქალაქში და რატომ იტბორება დედაქალაქი ყოველი წვიმის შემდგომ, ახლა დაკავებულია ისრების სხვისკენ გადატანით და ამბობს, რომ წვიმა ნორმალური მოვლენაა და ეს ყველგან ხდება.